სტუდიაში უნდა გადმოვინაცვლო ასევე ჩემთვის ძალიან საპატივცემულო სტუმართან ზურაბ გურულთან ერთად ამერიკიდან ვაპირებდი თქვენ ჩართვას და გამიხარდა რომ თბილისში აღმოგაჩინეთ ალბათ საშობაო არდადეგების დამსახურება ეს ყველაფერი მაგრამ აშკარად არ ისვენებს იმ ქვეყნის ადმინისტრაცია და ხელმძღვანელობა სადაც ახლა თქვენ ცხოვრობ და საქმიანთ ბატონ ზურაბ ვერ ვიტყვი რომ ძალიან მოულოდნელი მაგრამ ვენესუელას ის შედეგი ყოველ შემთხვევაში მართლა ყოველასთვის ძალიან მოულოდნელი იყო ამიტომ ჩემი პირველივე შეკითხვა არა იმდენად ირანს უკავშირდება თუმცა ჩვენი მთავარი ფოკუსი დღეს ნამდვილად არის ირანი არამედ იმ ახალ პოლიტიკას რომელსაც შეერთებული შტატები აწარმოებს რა სიტყოდით იმაზე რაც ხდება რა სიტყოდით იმ საფრთხეების განცდებზე რომელიც თავად დასავლურ ცივილიზაციაში გაჩნდა რაღაც მოქმედებების პროცედურულ თუ სხვა ტიპის რიტორიკულ შემადგენლობებთან დაკავშირებით რა წერტილში ვართ მოკლედ ახლა თუ შეგვიძლია გავარკვეთ მადლობთ უპირველეს ყოვლისა დიდი სიამოვნებით მიულოცა მთელ საქართველოს ჩავლილაშობა ახალ წელს დიდი მადლობა მოწვევისათვის მე ვესალმები ჩვენს მაყურებლებს ერთგვარი დეჟაუც არის ზუსტად შარშან დაახლოებით ამ დროს ჩვენ ვისაუბრეთ და გადავხედე მაშინდელ ჩვენ საუბარსაც თუ რაიმე ისეთი სერიოზული შეცდომა ან მაშინ ჯერ ტრამპის ინაუგურაცია არ იყო შემდგარი თუმცა უკვე გარკვეული მოლოდინები არსებობს დიახ და რაც შეეხება ხა მიმდინარე მოვლენებს შეიძლება ითქვას რომ ეს ყველაფერი საკმაოდ ლოგიკურად ვითარდება ძალიან ხშირად ამბობენ და განსაკუთრებით ეს არის ხაზგასმით ამბობენ ტრამპთან დაკავშირებით რომ ძნელია მისი წინასწარმეტყველება მაგრამ არც აქვს ამ კაც თავისი ლოგიკა მიუხედავად იმისა რომ რაღაც მისი რიტორიკა საკმაოდ უცნაურია და არასტანდარტულია კლასიკურ პოლიტიკურ რიტორიკას თუ შევადარებთ მაგრამ ის თანამიმდევრულობა რაც მან ჩამოაყალიბა ის პოლიტიკა რასაც პოლიტიკური მიმართულება საარჩევნო წინასაარჩევნო პერიოდში რასაც აყალიბებს და ფაქტურად იმ მიმართულებას მიყვება და ამ ნაწილში თანმიმდევრულია. პრინციპში მოულოდნელი შეიძლება ვიღაცისთვის იყო, იმიტომ რომ ბევრს ჯერა რომ რასაც წინასაარჩევნოდ კანდიდატები რაზეც საუბრობენ, რომ აი ეს უბრალოდ მხარდაჭერთა მობილიზებისთვის არის საჭირო, მაგრამ ფაქტია რომ ამერიკული ძალის როგორც ამერიკის ინტერესების დაცვის ინსტრუმენტად ეფექტური გამოყენებისკენ ამ კაცმა გადადგა პირველად სერიოზული ნაბიჯები და ამის შედეგებს უყურებთ ახლა ყველანი თუმცა გვაშინებს აი ეგრეთ წოდებული გავლენების სფეროებად მსოფლიოს დაყოფის გარკვეული პერსპექტივა ეს ეჭვები ამ მონროს დოქტრინის ამოტივტივებამ გააჩინა კი ბატონო make America great again ესე იგი ისევ გავხადოთ ამერიკა უძლიერესი ისევ ეს იყო წინასაარჩევნო თავარი პლატფორმა და მართლაც რისი საშუალებით შეიძლება რა შეიძლება გაკეთებულიყო მისთვის ამერიკა უნდა დაბრუნებულიყო მთელი თავისი სიმძლავრით უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა მასში იგულისხმება სამხედრო ძლიერება თავარ მეტოქეთ დასახელებული ქონდა მაშინვე ჩინეთი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ჩინეთის ეკონომიკას და ჩინეთის სამხედრო ძალას რომელიც უკვე სერიოზულად დაეწიეგერა გაასრო ცოტათი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და სერიოზულ პრობლემას ქმნის სულ ამაზე იყო საუბარი შესაბამისად ის მონროს დოქტრინა დღეს რომელზეც და ამერიკის უშიშროების ახალი სტრატეგია რომელსაც სხვადასხვა ჭრილიდან განიხილავენ მაგრამ სამწუხაროდ არ უნდა ბევრს მე მესმის ეს იმიტომ რომ ტრენდია ასეთი რომ ტრამპი არ არის პოპულარული ტრამპი არ არის პოპულარული ევროპაში დავიწყოთ აქედან არ არის ევროპაში ეს იმიტომ რომ მკვეთრი საუბარი ის მკვეთრი ენა არადიპლომატიური ხისტი რომელსაც ის იყენებს მისი ვიცე-პრეზიდენტი ვენსიც გავიხსენოთ მიუნხენის ნობელი გამოსვლა სადაც გააკრიტიკა ამერიკა ვენსმა გააკრიტიკა ევროპის მიმდინარე პოლიტიკა ეს შეურაცხყოფელი იყო რა თქმა უნდა ევროპა ძველი კონტინენტია ამერიკა შვილობილია ფაქტობრივად და ეს სიმბოლური სცენა იყო მიუნხენის კონფერენციის მოქმედი პრეზიდენტი რო აცრემდა სცენაზე ტირილი დაიწყო ამ სტრის პირდაპირ მნიშვნელობით ანუ შოკი იყო მართლაც შოკი იყო ამ შოკიდან აშკარად გამოვიდნენ და ევროპელმა ლიდერებმა ალღო წაუღეს არა მარტო ტრამპის რიტორიკას არამედ
ამასთან თანამშრომლობის სტრატეგიასაც. იქნება ეს მერცი, იქნება ეს საფრანგეთის პრეზიდენტი თუ დიდი ბრიტანეთის პირველი პირები, ისინი პრაქტიკულ დონეზე უკვე ხედავთ, რომ შვენივრად ახერხებენ თანამშრომლობას, მაგრამ ეს დაძაბულობის კერები სულ ჩდება, არა მარტო უკრაინის და რუსეთთან დამოკიდებულების გამო, აგერ გრენლანდიის გამოც. ეხლა მონროს დოქტრინაზე, როდესაც განიცდიან და ნერვიულობენ ჩვენთან თუნდაც საქართველოში მონროს დოქტრინაზე, ამერიკა უბრუნდება მონროს დოქტრინას. ამავე დროს იქ ხაზგასმით არის ნათქვამი და სხვა არ მინახავს არც ერთი ცნობილი ესეთი მიუმხილველის მიერ არ მინახავს ეს წაკითხული და აღქმული ან ხაზგასმული სადაც ეწერა სიტყვასიტყვით რომ ევროპა ახალ სტრატეგიაში ეწერა სიტყვასიტყვით რომ ევროპა ჩვენთვის არ წარმოადგენს ჩვენთვის სენტიმენტალურადაც უაღრესად მნიშვნელოვანია და თუ ევროპა დამარცხდა თუ ევროპა არ დაიბრუნა თავისი სიძლიერე, ეს იქნება ჩვენთვის ამერიკისათვის უდიდესი დარტყმა. ეს წერია ამერიკის ახალ სტრატეგიაში და როგორ შეიძლება ამ წინადადების უარყოფა, ფაქტიურად სადაც ამბობს ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ევროპის გარეშე ამერიკას ვერ წარმოუდგენია თავისი არსებობა, პოლიტიკური არსებობა. და ამ დროს აქცენტი კეთდება იმაზე, რომ მონროს დოქტრინაზე გადადიან. არა და მონროს დოქტრინაზე კი არ გადადიან. ეხლა ფაქტობრივად დონროს დოქტრინას ტრამპის შესწორება იქნება ამ დოქტრინის ერთგვარი უპირველეს ყოვლისა რა არის მთავარი როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა ამერიკას არ სჭირდება ვენესუელის ნავთობი არაფერს არ სჭირდება ამერიკას თავისი საკმარისი ნავთობი რა თქმა უნდა მაგრამ ამერიკას სჭირდება რა ამერიკამ არ შეიძლება დაუშვას ის რომ თავისივე ნახევარსფეროში თავისივე სამეზობლოში ქვეყანას რომელსაც აქვს სოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საბადო რომ ეს საბადო აღმოჩნდეს ხელში ჩინეთის რუსეთის და ფაქტურად ჩინეთის. იმიტომ რომ ეხლა მიუხედავად იმისა რომ საუბრობენ მრავალპოლუსიან სოფლიოზე არანაირი მრავალპოლუსიანი სოფლიო არ არის. სოფლიო უბრუნდება ზუსტად ორპოლუსიანობას. ოღონდ ამჯერად საბჭოთა კავშირი და ის კი არ იქნება ბიპოლარული ხდება. ორპოლუსიანი ხდება. ეს იქნება ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. და ის რასაც აკეთებს შეერთებული შტატები და თავის ნახევარსფეროში, მათ შორის ვენესუელას საწვავზე წვდომას უზღუდავს ჩინეთს, რომელიც ამ რესურსების შესაბამისი ექსპლუატაციით ახერხებდა არა მარტო ამერიკული დომინაციის შემცირებას, არამედ უპირატესობების მოპოვებას. იგივე პერსპექტივით უყურებს ალბათ გრენლანდიასაც, თუმცა იქ უფრო რთულადაა საქმე. რა თქმა უნდა. ზუსტად რო ვთქვა ციფრებში რო გადავიყვანოთ 70% მსოფლიო ნავთობისა, რომლის გაკონტროლება ამერიკის შეერთებულ შტატებს არ შეუძლია არანაირად, ფაქტობრივად ვენესუელას, რუსეთისა და ირანის ნავთობზე მოდიოდა. თქვენ წარმოიდგინეთ როგორი დარტყმა მიაყენა ამ ღერწს ანტიცივილიზაციის ღერწს უძახე მე მაგას და ზუსტად ასეც არის. დიახ, ანტიცივილიზაციის დღეს ეს რუსულ, ჩინურ, ირანულ, ჩრდილოეთ კორეის და შემდეგ ამას მიაყენა უდიდესი დარტყმა გამოაცალა ფაქტიურად ენერგეტიკულ საფუძველს საწვავს აცლის ფაქტიურად ჩინეთის შესაძლო სამხედრო ინტერვენციას. ნებისმიერ მიმართულებით იქნება ეს ტაივანში თუ შემდგომი ეხლა როგორც სპეკულირებენ რომ ერთ დღეს შესაძლებელია მომზადდეს მათ შორისაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველებისთვის რუსეთის სამხედრო მანქანას რაც კვებავს რუსული ეკონომიკა რომელიც დგას მთლიანად ამ ენერგორესურსების მათ შორის ვენესუელას კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არ არის შემთხვევითი რომ ამ დაკავებული ჩtildeოვანი ფლოტის გემების უმეტესობა სწორედ რუსების არის ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ გასაგები ხდება რომ მხოლოდ ფრონტზე რუსეთის სამხედრო ძალით დამარცხება ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ვისურვებდი რომ ეს ასე არ იყოს მაგრამ არის შეუძლებელი ხო ეს უნდა ეკონომიკა უნდა ჩამოიშალოს პრობლემები უნდა შეექმნას სისტემური თავად პუტინს და რეჟიმს და ასე შემდეგ და ამ ხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია ის რაც ხდება ახლა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ ყველა ვარიანტში ერთმნიშვნელოვნად ეს იყო უაღრესად დადებითი მოვლენა ყველა ჭრილით თუნდაც როდესაც საუბარია იმაზე რომ დაიწყო ისევ
შფოთვები ჩვენთანაც საქართველოში, რომ უკრაინა გაიცვალა, დონბასი გაიცვალა ვენესუელაში, რაც აბსოლუტური უაზრობა იყო და ვნახეთ ჩვენ რამდენიმე დღის წინათ ფიონა ჰილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ჯერ კიდევ წინა პერიოდში პირველი პრეზიდენტობის დროს რუსეთმა სცადა ამაზე საუბრის წამოწყება და მაშინ ძალიან მკაცრი პასუხი მიიღო ტრამპის ადმინისტრაციისაგან, რომ უკრაინაა და არავითარ გადახედვას და არავითარ გაცვლას ის არ ექვემდებარება და ამაზე ლაპარაკი არც უნდა შედგეს. შესაბამისად, დღეს ამაზე საუბარი, რომ უკრაინა დონბასი იცვლება, სისულელეა, უაზრობა, აბსურდია იმდენად, რამდენადაც სწორედ უკრაინის დახმარების პირველ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ის, რომ ერთი ასე ვთქვათ საწვავი, უზარმაზარი ენერგიის წყარო, რომლითაც სარგებლობს რუსეთი თვითონ, ვხედავთ როგორ აღშფოთდნენ რა, ამ ჩრდილოან ფლოტთან დაკავშირებით, რომ ამ ჩრდილოანი ფლოტის მეშვეობით ხდება უზარმაზარი ფინანსური ოპერაციების ჩატარება, იმიტომ რომ ის სანქცირებული ნავთობი, რომელიც სხვაგან ლეგალურ ბაზარზე ვერსად გადის, რა თქმა უნდა, ჩრდილოანი ფლოტის საშუალებით ხდებოდა და რა ხდება, როგორც კი თვითონ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, გააჩერეს ის ტანკერი, დაიწყეს იქიდან გადმოტვირთვა. შემდეგ, როდესაც საუბარი ჩატარდა ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან ვენესუელის 30 მილიონი ბარელ ნავთობზე იყო საუბარი, ეს მთლიანად ეს ნავთობი აიღო ვენესუელამ და რა თქმა უნდა გადასცა ამერიკის შეერთებულ შტატებს განსაკარგავად და კიდევ მეორე ეს არ არის, როდესაც ეხა ძალიან ეს ულტრალიბერალური, ძალიან და ულტრამემარცხენე მედია ძირითადად რასაც პედალირებს და საქართველოსიც სამწუხაროდ შემოაგდო ეს ინფორმაცია, რომ ეს ამერიკა ძარცვავს ვენესუელას, მიაქვს მისი ნავთობი ამერიკას ეს არაფერში არ ჭირდება, მაგრამ ამერიკისთვის სტრატეგიულად აუცილებელია, რომ გააკონტროლოს ეს ნავთობის წყაროები და ეხა თუ ყველაფერი კარგად წარიმართა ირანში და ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში როგორც ხედავთ საკმაოდ კონტროლის ქვეშ არის რაც ჩანს მით უმეტეს რომ ამ საქმეში ჩარეულია სერიოზულად ისრაელი საბედნიეროდ შახს ირანის შახსა და ის ნეთანიაჰუს შორის ძალიან კარგი დამოკიდებულება უფლისულს როგორც გუბაზმა დაგვიბარა ხო ასე დიახ და სეშანში მისი აქტივობის ინტენსივობის და პრეზიდენტ ტრამპისადმი მიმართვის სიხშირის კვალობაზეც ვატყობთ რომ რაღაცა გადაწყვეტილებები მწიფდება თავად ადმინისტრაციაში რამდენიმე ამერიკულმა მედიამ თავის წყაროზე დაყრდნობით უკვე გვაცნობა რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი თათბირი შედგა რამდენიმე ვერსია განიხილება გასაგებია რომ შეერთებულ შტატებს ამ რეგიონში რამდენიმე სხვა მის სტრატეგიულ მოკავშირეს ინტერესს უნდა გაუწიოს ანგარიში, ამიტომ ფრთხილად იმოქმედებს, თუმცა ირანში ვითარების ცვლილება ალბათ იქნება ეპოქალური მასშტაბის მოვლენა და თავად ტრამპის პოლიტიკური მემკვიდრეობისთვის, მე ვიტყოდი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც შეიძლება დატოვოს სოფლიო პოლიტიკაში. ნამდვილად გეთანხმებით, წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი ფაქტიურად BRICS ანუ ანტიცივილიზაციის ეკონომიკურ ახალ წარმონაქმს, რომელზეც ჩინეთი ამყარებდა იმედს, რომ ააშენებდა ახალ ფაქტიურად ფორპოს, რომელიც ამერიკისგან ეკონომიკურ ფორპოს და პლატფორმას, რომელიც ამერიკისგან სრულიად დამოუკიდებელი იქნებოდა, ამას გამოაცალა, ასე ვთქვათ, ნიადაგი, გამოაცალა საფუძველი, გამოაკლო უზარმაზარი, ესე მნიშვნელობს ვენესუელა ვიცით, რომ კიდევ ერთხელ უზარმაზარი ნავთობის საბადოებია იქ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამას ახლა თუ ირანიც გამოაკლდა, ძალიან სერიოზული დარტყმა ძალიან სერიოზული დარტყმას მიიღებს. ცხადია, ჩინეთი არის ამ შემთხვევაში მთავარი ვიზავი შეერთებული შტატების, თუმცა ჩვენს ბუხართან ყველაზე ახლოს ასე ვთქვათ სიცხე, ეს არის რუსეთი, რომელიც პრობლემას ქმნის, გვიქმნის და ასე შემდეგ და იმდენად შიდა პოლიტიკაზე არ მინდა ქართულზე რომ კითხო, თუმცა ამ ხრივ არაფერი შეზღუდვა არ გვაქვს, თუ სურვილი გექნებათ რა გავლენას მოახდენს. ყველა საინტერესებს, იმიტომ რომ ეხა ის რომ ივანიშვილი საერთოდ არ ჩანს და არაფერს არ ამბობს, გასაგებია, მაგრამ თავად მისი რეჟიმის წარმომადგენლების კომენტარებსაც რო ვაკვირდებით,
ისევ ევროკავშირი არის მთავარი სამიზნე, ტრამპზე ვერაფერს ვერ ბედავენ, მაგრამ ევროკავშირს ლანძღავენ და ნეგატიურ კონტექსტში მოყავთ ქართული საზოგადოებისთვის იმ მხრივ, რომ ტრამპის ამ გადაწყვეტილებებს თურმე, რომელიც ძალიან ცუდია, როგორ ვერ უწევენ წინააღმდეგობას, მაგრამ ტრამპი მაინც კაია მათთვის, ხო? აი, რა პერსპექტივები შეიძლება გქონდეთ ამ ადამიანებს და ამ ჯგუფს საქართველოში, რომ ტრამპთან ურთიერთობები დაალაგონ ზოგადად. კი ბატონო. მოგახსენებ და სამწუხაროდ ერთი რაც უნდა აღვნიშნო არის ის რომ აღმოჩნდა ისე რომ ჩვენთან აი მემარცხენე ქართული ასე ვთქვათ სპექტრი რომელიც ამერიკის დემოკრატიული დემპარტიის ასე ვთქვათ აპენდიქსს წარმოადგენდა აქ საქართველოში აი ეს ხალხი და რომელიც პროგრესულად პროდასავლურად ითვლებიან პარალელურად ზუსტად იგივე პლატფორმაზე დგანან ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან დაკავშირებით რა პლატფორმაზე დგას ქართული ოცნება როდესაც ახლა ნიკოლოზ მჟავანაძეს და თუ ნიკოლოზ მჟავანაძეს მსგავსი წარმოდგენა გაქვს და ვენესუელის პრეზიდენტის მუტაცებას ბჭყალებში ჩათვლი როგორც უარყოფით მოვლენა და განაცხადებ რომ ტრამპმა ამითი დაანგრია თანამედროვე სოფლიო წესრიგი და სამართალი ეს უკვე იმის მაჩვენებელია რომ რაღაც ძალიან სერიოზულ აბსურდთან და უაზრობასთან გვაქვს თვითონ საქართველოში საქმე. ჯერ ერთი რატომ არ უყურებთ ერთ ძალიან მთავარ მოვლენას, რაც მუდმივად უნდა იქნეს პედალირებული ქართულ საზოგადოებაში, კერძოდ ის რომ აი რატომ ვაჩუქეთ ასე ვთქვათ ბჭყალებში, რატომ ჩუქნით ტრამპს ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ოცნებას. რატო ვაძლევთ საშუალებას მათ იმის სპეკულირების, რომ თეორიული შანსი მაინც აქვს ოცნებას, რომ დაიბრუნოს და აღადგინოს ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციასთან. და მეგონი ბატონო, შეიძლება სოციალურ ქსელებში ეს დისკუსია უფრო იყო გაშლილი და ამას შექმნა რაღაც დაბეჭდილება, რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, რაც შეეხება წამყვან პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, მათ მეგონი საკმაოდ ადეკვატური შეფასებები ჰქონდათ და მიდგომებიც, თუმცა ხა ტრამპს აკრიტიკო ცოტა რამდენად არ აქვს მოგეხსენებათ და თავად შეერთებულ შტატებშიც ბევრი არა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, მათ შორის აი ამ ISIS შემთხვევასთან დაკავშირებით, რასაც ლეგიტიმური კითხვები ჩდება. განსხვავება იმაშია უბრალოდ, რომ ეს არის მართლაც სამართალზე დამყარებული ქვეყანა და იქ კანონის დამრღვევი ადამიანი ყველა მიცის რომ დაიჯება. მაგრამ რო დაუბრუნდეთ საქართველოს სიტუაციას. თქვენ შეკითხვას დაუბრუნდეთ პირდაპირ ცოტას კიდე დავაზუსტებ. შენ თქვენი ნებართვით. აი ეს ეგრეთ წოდებული დაალაგების პერსპექტივა განსაკუთრებით საინტერესო არის იმის გათვალისწინებით, რომ თუ კი ტრამპს ჩვენ უყურებთ როგორც ძალის მოთამაშეს, რომლის მასზე ამბობენ ხოლმე, რომ ეს არის ტრანზაქციული პოლიტიკოსი არის, მისთვის არ არის მნიშვნელოვანი რაღაც ღირებულებითი კომპონენტები, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ. და ამ ნაწილში შეიძლება რაღაცა გარიგებების ნაწილში, ან იმის გამო, რომ ძალიან შორს ვარ და მის ინტერესების სფეროში არ იყო, ზედმეტი თავის ტკივილი ისეაც ბევრი აქვს თავისი. ნუ თქვას, რომ კაი, იყოს ეს იყოს რუსეთის კი არა, თავს არ შევიწუხებ, რომ არ იყოს ეს რუსეთის. მით უმეტეს რომ რაღაც მსგავსი ფრაზა მას წარმოთქვა, რომ პუტინმა წაიღო საქართველოს მე რო ყოფილიყავი, ამას ვერ იზავდა. ანუ მის წარმოდგენაში წაღებულად ეს უკვე სამწუხარო ჩვენთვის ზის. და წაღებული რო წამოიღოს ამისთვის რა ძალისხმევი ჩამდები არის, ან ივანიშვილის იმ პარადიგმაში, რომ მე რაღაცებს შეგისრულებ, მაგრამ ვიქნები აქ რუსეთის უკანა ეზო. შეიძლება რომ დარჩეს და რეჟიმი, მათ შორის ამ ავტორიტარული ბუნების გათვალისწინებით შეინარჩუნოს. საეჭვოა რო ასე დარჩეს და რატომ ამასაც თავისი ლოგიკა აქვს. იმიტომ რომ რაც უფრო როგორც ხედავთ, ღრმავდება კონფლიქტი ტრამპსა და პუტინს შორის. ისევ და ისევ ხომ იყო იმაზე საუბარი, რომ მაქსიმალურად ცდილობდა ტრამპი რომ პუტინთან რაღაც დაელაგებინა. კიდევ და კიდევ ეს მხოლოდ იმიტომ, რასაც უფრთხიან ყველაზე უფრო ვიცით ჩვენ, რომ ჩინეთმა არ შეისრულოს მთლიანად რუსეთის ეკონომიკური რესურსები, იმიტომ რომ
ვხედავთ რომ უკრაინაში რუსეთს გამარჯვების, რასაც ქვია ის გამარჯვების შანსი პრაქტიკულად არ აქვს. იმას ვერ მიაღწევს. მაგრამ პუტინს არ ყოფნის იმის გონიერება, იმიტომ რომ ეს უკვე ვიცით ჩვენ ძალიან კარგად რომ ეს ადამიანი არ მისდევს რაღაც პოლიტიკურ გარკვეულ ლოგიკას და უბრალოდ თავისი მანიაკალური აკვიატებები აქვს. შესაბამისად ამ აკვიატებას ეს ბოლომდე მიჰყვება და როგორც ხედავთ უკვე მიჰყვება, იმიტომ რომ რამდენჯერმე ახლა ნებისმიერ თუ ლოგიკურად შევხედავთ, მისთვის ხელსაყრელი იყო თუნდაც აი ეს 18 პუნქტიანი გეგმა რო იყო ასე შემდეგ. ბევრჯერ შეეძლო, ბევრჯერ გაუწოდა ტრამპს. აშკარა და ჩვენთვის ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ ეს ფანჯარა გაუშვა. გაუშვა. ეს და რას ნიშნავს? ახლა როდესაც საუბარი უკვე ლინცი გრეიმი გამოვიდა და ლაპარაკობს სენატორი უკვე ძალიან ისეთი გავლენიანი რესპუბლიკელი და როდესაც ვიცით რომ ჩვენ რამდენიმე დღეში ალბათ უკვე ახალი სანქციების პაკეტი იქნება მიღებული რუსეთის წინააღმდეგ და გარდა ამისა რუსეთთან დაპირისპირება გიორგი ალბათ თქვენ ძნელია გავიხსენოთ ისეთი პრეცედენტი როგორც არის რომ ამერიკულმა გემმა რუსეთის გერბ და დროშა დახატული ტანკერი გააჩერა დააპატიმრა და თვითონ ტრამპმა აღნიშნა რომ აიქო იყვნენ საესკადრო ნაღმოსანი იყო რუსული წყალქვეშა ნავიც იყო მაგრამ მიტრიალდნენ და წავიდნენ იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გაბედეს ეს იყო პირდაპირი გამოწვევა ეს გამოწვევა გაგრძელდება და საქმე იმაშია რომ ეს დაპირისპირება უკვე ისეთ ეტაპზე და სტადიაში შედის ისევ და ისევ პუტინის დამსახურებით სხვადასხვა ვამბობდი არ გაჩერდე ვალოდია გახყვეს ეხლა თუ მიხვება იმიტომ რომ ეხლა რაც უფრო გრძელდება და რაც უფრო მწვავდება სიტუაცია, მით უფრო შეურაცხყოფელი იქნება პუტინისათვის, რომ დათმოს. აი, ეხლა სიტუაცია ვხედავთ ჩვენ ნახეთ, რომ რუსეთის დუმაში როგორ გამოვიდნენ უკვე ეს გენერლები, აღშფოთებული დუმის დეპუტატები, რომ ეხლა ეს რუსეთმა უკვე თავად დუგინიც გამობრძანდა და განაცხადა, რომ ეს უკვე რუსეთის სისუსტეა, ჩვენ რაღაცნაირად უნდა ვაჩვენოთ ჩვენი საკუთარი ძალა და აქედან კი ხო რა ძალა უნდა ვაჩვენოთ? ხო, რა თქმა უნდა ეხლა კი, რაც არაფერს არ წარმოადგენს, მაგრამ აი საქართველოსთან მიმართებაში თუ გადმოვიტანთ, რას ნიშნავს, რაც უფრო გამწვავდება სიტუაცია, მით უფრო კვეთრად დაუპირისპირდება თავად რუსეთს და მაქსიმალურად მარყუჟის მოკაჩვას დაიწყებს ამერიკის შეერთებული შტატების სხვა გამოსავალი არის შესაბამისად ყველა ის სატელიტი, რომელიც მოიაზრება რუსეთის დამხმარეთ ნებისმიერ მიმართულებით. აი თუნდაც ახლა ხო ხედავთ რომ ვენესუელასთან ერთ-ერთი დაპირისპირების ეს ჩრდილოვანი ტანკერი ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი რო დააპატიმრა ხომ ზუსტად ეს იმ მიმართულების მაჩვენებელია რა მიმართულებითაც აი სანქციების დამრღვევის სხვა ქვეყნები ამარაგებენ რუსეთს ხომ სხვა თუ საქართველოსთან მე ხა მას ვერ დავიჩემები და ვერ ვიტყვი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად ვიცი რომ შუა აზიიდან და საქართველოსთან ხდებოდა სერიოზული რაოდენობის ის კომპანიები რომ დაარსდა ახალი რო შეიქმნა რის საშუალებითაც ეს კომპიუტერის ჩიპების ეგრეთ წოდებული და სხვა მიკროელექტრონიკის რაც აუცილებელია დრონების და სხვა მაღალი სიზუსტის ბომბების წარმოებისათვის ხომ აი ეს ელექტრონიკა და ყველაფერი ხომ შედიოდა ვიცით ჩვენ შუა აზიიდან სომხეთიდანაც შედიოდა სერიოზული რაოდენობა გააჩნია რა მიდის თუ არა ეს საქართველოსთან ვიცით რომ ახლა ჩინეთთანაც აქვს რა თქმა უნდა საქართველოს ეს კავშირები არ ვიცი ზუსტად ახლა ეს დაზვერვის სადაზვერვო ინფორმაცია ყოველ შემთხვევაში რუსეთთან ჩახუტება და როდესაც მოიაზრება საქართველოს დღევანდელი მთავრობა რუსეთთან დაახლოებულად ეს იმას ნიშნავს რომ აი ამ მთავრობამ თუ არ რაღაც ისეთი მკვეთრი ნაბიჯი თუ არ გადადგა და რა იქნება ეს მკვეთრი ნაბიჯი აი მაგალითად ახლა ხო ვენესუელამ რა გააკეთა ვენესუელას აგერ 800-მდე პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს სასწრაფოდ როგორმე ასიამოვნოს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და როგორც ხედავთ სხვათა შორის არის გარკვეული პარალელი აკვიატებებს თუ გავყვებით ხომ და პოლიტიკურ ლოგიკას გვერდზე გადავდით პოლიტიკური ლოგიკა რო გქონდეს ქართულ ოცნებას ძალიან ბევრი სასიკეთო რამის გაკეთება შეიძლება როგორც მათთვისაც როგორც პოლიტიკურ ძალისთვისაც და ესევე საქართველოსთვის რა თქმა უნდა მაგრამ ზუსტად პუტინი და ივანიშვილი დაახლოებით ერთნაირი ალოგიკური ლოგიკით მოქმედებენ რაც აი შეულებრივ მართლაც რაღაც საბოლოო ჯამში იდგა ძალის გამოყენების ნებაზე.
ამაზე იდგა რა. ამით იიგებდნენ და ივანიშვილსაც ეს მოლოდინები არც თუ უსაფუძვლო ქონდა, იმიტომ მანამდე დასავლეთი არ რეაგირებდა ამაზე, ნაბიჯარდგავდა. ეხლა ეს მოცემულობა შეიცვალა. ამიტომაც არის სრულიად გაურკვეველი, მეთანხმები მაქვს თქვენს რომ, ესე იგი სიტუაციასთან ადაპტირების უნარი, როგორც ჩანს, აბსოლუტურად დაკარგული აქვს ოცნებას და ივანიშვილს. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა ანგარიში არ გაეწია ტრამპის ადმინისტრაციის აი ამ ახალი მოვლენისთვის. თუმცა მაგაც მე მგონი ჯერ კიდევ ქონდათ გარკვეული ილუზია, რომ აი რუბიოს კი ვაიგნორებთ, ამიტომაც იყო რომ მის წარმომადგენლია არ მიიღეს ელჩი დემონსტრაციულად გალანძღეს და აგრძელებდნენ და ასე შემდეგ, რომ რუბიო გონიათ ვიღაცა შესწიორკა რა, ვიხმარ მათ ტერმინოლოგიით იმისი და იქ პაპანიაძემ სხვანაირად გვარდება ტრამპისნაირ ტიპებთან და ეხლა ამ მოვლენები მაჩვენა, რომ რუბიო თავად ხდება, რა თქმა უნდა, ტრამპის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, აგერ კუბა რიგში და დღეს ბოლო ტვიტი კი არა, თრუში რაც დაწერა ტრამპმა უკავშირდება უკვე კუბის პერსპექტივას, რომელიც საკმაოდ რეალისტურია, იმიტომ რომ კუბა თავის გაჭირვებული ეკონომიკური მოდელითაც მთლიანად ამ ვენესუელას შესაძლებლობებზე და ჩვენ წარმოვიდგინოთ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების პერსპექტივაში თუ ვენესუელა კუბაც ამ თვალსაზრისით რაღაც ლოგიკურ პოზიტიურ დასასრულამდე მივიდა, ეს რამხელა ხელშემწყობი ფაქტორი იქნება რუბიოს როგორც ტრამპის მემკვიდრე კანდიდატის. და უპირველეს ყოვლისა, რატომ აქვს კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ვენესუელას? ეს იყო ეს ივანიშვილის. რა თქმა უნდა, ეს იყო ბრწყინვალე სამხედრო ოპერაცია, გიორგი. გავიხსენოთ ბოლოს ამერიკამ როდის შეატარა აი ასეთი ბრწყინვალე სამხედრო ოპერაცია, როდესაც სხვა ქვეყანაში, აგერ 40 მილიონი ქვეყანაში 30 მილიონიანში რაღაც 30 წუთით შეისეირნა, ასე ვთქვათ, და წამოიყვანა. ეს არის ჩაატარა მან სამხედრო ოპერაცია ბრწყინვალედ. და აი ამითი აჩვენა, რომ აი ამის გამკეთებელი ასეთი ტიპის სამხედრო ოპერაციის ჩამტარებელი არ არის არც ჩინეთი. და მით უმეტეს არ არის და არ არის რუსეთი და ეს არის სწორედ აი ამიტომ არიან აღშფოთებულები და შეშფოთებულები განსაკუთრებით რუსეთში და მის სატელიტ ქვეყნებში და აი ამიტომ აი ეს აყანდა, ასე ვთქვათ, შეიძლება ეს რადიკალური ულტრამემარცხენე სპერო, რომ თუ გავიხსენებთ შარშან ყველაზე, როდესაც ტრამპის ახალი ადმინისტრაცია მოვიდა და დაიწყო რაღაც გარკვეული წმენდა სპეციალური სპეცსამსახურების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსთანზე იყო იქ FBI-ს და ასე შემდეგ. მე მახსოვს პირადად მქონდა კამათი სოციალურ ქსელებში, რომ იმტკიცებდნენ, რომ აი დაანგრია ტრამპმა მოსპო, შეუქცევადად მოსპო და შეუქცევადი ზიანი მიაყენა ამერიკის სამხედრო და სპეცსამსახურების ძლიერებას. მოშალა. და აი ამ ოპერაციამ დაამტკიცა, რომ კი არ მოშლილა თურმე ბრწყინვალე კოორდინაცია, რასაც ვერავინ ვერ უარყოფს მტრებიც კი, რომ ბრწყინვალე კოორდინაცია არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების ყველა სამხედრო დაჯგუფებას შორის და აი ამეთი კოორდინირებული მოქმედებით ასეთი შესანიშნავი ოპერაცია განხორციელდა და ეს არის მესიჯი. ეს არის მესიჯი, ეხლა უკვე ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები გამოდის ზუსტად იგივე პოზიციიდან, ახლა ჩვენ რასაც გვგონებთ, აბა ომი გინდა? ხო, აი აბა, იმიტომ რომ რუსეთი არის ძალიან ძლიერი და ამიტომ უნდა გვეშინოდეს რუსეთის და აი ახლა დღეს ამერიკის შეერთებული შტატები უკვე აცხადებს მთელ მსოფლიოში, რომ მე ვარ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ მე ვარ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი და მე რასაც ვიტყვი და თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, ეს არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა იქნება. მიიღებს შესაბამისი პასუხისგება მოუწევს და სწორედ აი ამის პედალირებას აკეთებს თვითონ რუბიოც, რომელიც ამბობს, რომ ეხლა თქვენ აბსოლუტურად სხვა პრეზიდენტთან გაქვთ საქმე. რუბიოს გულშემატკივრობთ ქართველები აქედან ძალიან და ტრამპის ამ ხაზსაც მიხედავთ იმისა, რომ თვითონ ძალიან რთული ფიგურა და პიროვნებაა. ეს ბევრი რაღაცა შეიძლება გვერდჩიოს, რომ ცოტა სხვანაირად აკეთებდეს ან ყველაფერს თავის ფასია, ასე ვთქვათ, თავი როგორ მოქმედებს. იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში და პრინციპში დარწმუნებული ვარ, რომ თავის ევროპელ მოკავშირეებთან ან გრენლანდიის გამო სიტუაცია არ შევა მოუბრუნებელ წერტილს. არ მგონია, მეც მგონია, უბრალოდ ამაზე სასაუბრო დრო აღარ გრჩება. კი ბატონო. აპატიეთ და აი მცირე ჩემი მხრივაც გადაცემაცაც ვასრულებ ჯაჯამების სახით.
გადაცემის ედიტორიალს ერქვა ასე, რომ ძალის თამაში, რადგან ეს თამაში დაიწყეს რევიზიონისტმა სახელმწიფოებმა, რომელთაც არ მოწოდათ შეერთებული შტატების დომინირება მსოფლიოზე, იმ სახის და ფორმის, როგორც იყო და შინაარსი შტატების, ახლა მიიღეს სხვა სახის, მაგრამ ასევე დომინანტი და ჩვენთვის რატომ აქვს ამას პოზიტიური პერსპექტივა? ასია, რომ დღეს არ არის სამართლის ზალა აღარ არის მსოფლიოში, მაგრამ ჩვენ გვირჩევნია, რომ ძალას წარმოადგენდეს სამართლის პოტენციის მქონე ცივილიზაცია და არა ანტიცივილიზაცია, როგორც თქვენ ამბობთ, რომელიც ყველა შემთხვევაში ვითარების დასტაბილურების პარალელურად აუცილებლად წინა პლანზე გადმოიტანს ჩვენთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორც არის ადამიანის უფლებები, როგორც არის დემოკრატია, როგორც არის თავისუფალი ბაზარი, სახელმწიფოთა უფლებებისა და სუვერენიტეტის პატივისცემა, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენაირი პატარა ნამდვილად. შესაბამისად, ნამდვილად შემიძლია ყოველგვარი ეჭვის გარეშე ლოგიკურად დავასკვნათ ყოველ შემთხვევაში, რომ საქართველოსთვის ეს არის უაღრესად დადებითი მოვლენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაბრუნება, როგორც მძლავრი ქვეყნის, როგორც მისი პრეზიდენტის, როგორც ადამიანის, რომელსაც შეუძლია თქვას და თავისი მუქარად შეასრულოს განსხვავებით სამწუხარო წინა ადმინისტრაციებისაგან, შესაბამისად ამ ასეთ ადამიანებთან, ასეთ ქვეყანასთან დაპირისპირება უკვე ძალიან სერიოზულ შედეგებთან იქნება დაკავშირებული. მადლობა ბატონ ზურაბს. ჩვენი სოლიდარობა მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ირანში თავისუფლებისთვის ხალხს.